მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 5-ზე, მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს საფლავის კადრები გაავრცელა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ განაახლებს, ხდომაზე განსახილველი საკითხებია შპს ჟინერის ქონებრივი უფლებების დარღვევის, შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმეს, ხდომაზე მიწვეულნი არიან თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე. მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება პატრიარქის მოსაყდრებ მეუფეშიო მაღავლინა. სახარებაში მოთხრობილი იყო, რომ უფალი იესო ქრისტე მტრეთით აღდგომიდან პირველივე დღეს საღამო ჟამს გამოეცხადა თავის მოწაფეებს, როცა ისინი იუდეველთა შიშის გამო ჩაკეტილ ოთახში იყვნენ შეკრებილები და უთხრა, მშვიდობა თქვენ და ორჯერ უთხრა ეს სიტყვები მან და აი როგორი მშვიდობა მიუტანა მაცხოვარმა მოწაფეებს და მთელ სამყაროს. ეს არის მშვიდობა ღმერთსა და ადამიანს შორის, როდესაც ყოველგვარი წინაღობა მოხსნილია, როდესაც ადამიანს დაუბრუნდა უკვდავება, ზნეობრივი სრულყოფილების და ღმერთთან სიახლოვის შესაძლებლობა. და ეს, რა თქმა უნდა, არის ასევე მშვიდობა ადამიანთა შორისაც. უფლის აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ აღნიშნავ თომას კვირას. თომას არ ჯეროდა, რომ ნამდვილად ეწამა და აღადგა და უფალი თვითონ გამოეცხადა თომას და მისა შესაძლებლობა, რომ მის ჭრილობებს ხელით შეხებოდა. აღდგომიდან ზუსტად მერვე დღეს კვირას იესო ქრისტე კვლავ შეხვდა საკუთარ მოწაფეებს და ამ შეხვედრას დაეწყო თომა მოციქული და თომა მოციქულს იესო ქრისტემ ანახა თავისი ჭრილობები და თომა მოციქულმა როდესაც ეს იხილა, მან მის წინაშე მუხლებს დაიჩოქა და თქვა, უფალი ჩემი, ღმერთი ჩემი. თომა მოციქული იყო ერთ-ერთი მათგანი, იმ 12 მოციქულთაგან, რომელმაც აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა, მღვდელმთავარმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ისაუბრა გარეთ ჩარევებზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე. ჩატარდა არჩევნები, ხო? ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას არ მოეწონა. და დავდივართ ქუჩებში, ხო, რაღაც. პირველი დღე, მეორე დღე, მეათე დღე, მეასე დღე, მილიონე დღეც ხო არ უნდა იძახო რა, როდესღაც, ხო? აქეთ ხალხია და ის ხალხია, რომელიც რომ ფიქრობდეს, რომ შენ მართალი ხარ, ხო? შენ თავს არავის არ დააჩაგვრებს. ხომ უნდა იყოს თქვენთან ის ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მელაპარაკებოდნენ. არავის საქმე არ არის, ჩემთან რა კანონი მექნება. ამერიკაში თურმე შეიძლება რაღაცების მიღება, ისეთი ქვეყანა, ან ევროპაში. საქართველოში არ შეიძლება. შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია. მოდით რა, დავждეთ ახალგაზრდების და ისინი როგორი საქართველო გინდათ, ხო? იმათ, აი, ვინც მეორე მხარეს დგას რა. არის საქართველო და არის მეორე მხარე. ისინი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ, ეს არაც მეგობრობის აქტია ჩემთვის. ამას ვუძახი საქართველოს
თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია ჩემთვის. უკრაინა კურსკის ოლქზე კონტროლის სრულად დაკარგვას არ ადასტურებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით. უკრაინული ძალები კურსკში მოწინააღმდეგი შეტევებს ამ დრომდე იგერიებენ. მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კურსკზე სრული კონტროლის აღდგენის შესახებ განაცხადეს. გერმანიაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია ბავარიის ქალაქ ბაიროიტში ჩაატარდა. დაკავებულთა ვინაობა არ გასაჯაროებულა. მომხდართან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. ვანკუვერში მომხდარ ინციდენტს კანადის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. მარკ კარნი მომხდარის გამომწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ვანკუვერში ავტომანქანა ხალხის მასაში ფესტივალის დროს შეიჭრა, დაიღუპა 9 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. პოლიციას მომხდარისათვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუცია. დამწუხრებული ვარ ვანკუვერში დღეს საღამოს ლაპულაპუს ფესტივალზე მომხდარი საშინელი მოვლენების გამო. თანაგრძნობას უცხადებ დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლებს. ჩვენ ყველანი თქვენთან ერთად გლოვობთ. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და მადლობას ვუხდით საგანგებო სიტუაციების სამსახურს სწრაფი მოქმედებისთვის. ირანის უმსხვილეს კომერციულ პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 1100-ზე მეტი. აფეთქება ქვეყნის სამხრეთით მდებარე შაჰიდ რაჯაეს პორტში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. პაკისტანი ქაშმირში მომხდარი თავდასხმის ნეიტრალური გამოძიების მოწოდებით გამოდის. ისლამაბადში აცხადებენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის მზად არიან. ქაშმირის შტატის იმ ნაწილში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს, 22 აპრილს ტურისტებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის ხელისუფლებამ ისლამაბადს მომხდართან კავშირში დასდო ბრალი და პაკისტანის ყველა მოქალაქისათვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა ინდოეთმა პაკისტანთან ერთადერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა და განაცხადა, რომ წყლის რესურსების ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებას აჩერებს. პასუხად ისლამაბადმა ინდოეთის მოქალაქეებს ვიზები გაუქმა. ინდური ავიაკომპანიებისათვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა და ინდოეთთან ვაჭრობის შეჩერების შესახებ განაცხადა. პაკისტანი მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ნეიტრალურ გამოძიებასთან, რათა სიმართლე გაირკვეს და სამართლიანობა მიზეიმოს. ჩვენი ქვეყანა ერთგულია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთაშორისო ნორმების, მაგრამ თავის სუვერენიტეტს არ დათმობს. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ნაციონალური გაერთიანების თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მზადა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მარინ ლე პენი ჩაანაცვლოს, თუ მას სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო კენჭისყრაში მონაწილეობას აუკრძალავენ. ამასთან, როგორც ბარდელამ აღნიშნა, ეროვნული გაერთიანება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლე პენის უდანაშაულობა დაამტკიცოს. პარიზის სასამართლომ 31 მარტს მარინ ლე პენი ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ცნო დამნაშავედ, მას 5 წლით არჩევითი თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ლე პენმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კათოლიკური სამყარო ახალი პაპის არჩევის მოლოდინშია. მაისში ვატიკანში კონკლავი შეიკრიბება, რომლის შემადგენლობაშიც 100-ზე მეტი კარდინალი შედის. სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი წინამძღვარი. ადგილობრივი წყაროებით ყველაზე დიდი შანსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს კარდინალ პიეტრო კაროლინის აქვს, რომელიც ვატიკანის იერარქიაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აქვს დიპლომატიური გამოცდილება და პაპ ფრანცისკესთან დაახლოებული პირი იყო. მანამდე კი ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს საფლავის კადრები გაავრცელა. ანდერძის თანახმად პაპის საფლავის ქვაზე მხოლოდ ერთი სიტყვა ფრანცისკე ამოკვეთილი. პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. ის გუშინ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დააკრძალეს.
და კვლავ საქართველოს სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე 1985 წელს დაბადებულ ეგს ბრალიედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღების მომზადებაში. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა რეგიონისადმი გამოხატული ინტერესისათვის და ხაზი გაუსვა მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა გაეროსა და მის სააგენტოებთან თანამშრომლობის მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, ასევე რეგიონში სხვადასხვა მსხვილი პროექტის განხორციელების, მათ შორის სოფლის განვითარებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. გაეროში აკრედიტებული ელჩების ვიზიტი, როგორც საქართველოში, ასევე კონკრეტულად აჭარის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთის მხრივ გავაცნოთ კარგი მმართველობის, ტურიზმის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს კარგი გამოცდილება, ასევე რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, რომელიც პირდაპირ კავშირში იმ ღირებულებებთან, რასაც გაერო ემსახურება, როგორც არის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ამ თვალსაზრისით რეგიონის თავმჯდომარესთან შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. მოხდა ძალიან ბევრ საკითხზე ინფორმაციის გაცვლა, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივების გათვალისწინებით. განათლების მინისტრმა ალექსანდრე ეწულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატასალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს 8 ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. მინისტრებმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული, კომუნიკაციური და სხვა მნიშვნელოვანი უნარჩვევების განვითარების კუთხით თემატური ბანაკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ქართველი ახალგაზრდისათვის იქნებოდეს ჩვენ ქვეყანაში შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის და ნიჭის რეალიზებისთვის. ახალგაზრდობის სააგენტოს ყველა პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მათ შორის დღევანდელი თემატური ბანაკიც, სადაც მონაწილეებს ექნებათ საშუალება, რომ განევითარონ სხვადასხვა რბილი უნარები და გამჭვირვალე კომპეტენციები, მათ შორის კომუნიკაციის, ლიდერობის და ასე შემდეგ. იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ახალგაზრდობის სააგენტო და ქუთაისის ახალგაზრდული საუნივერსიტეტო ქალაქი მართავენ ერთობლივ ღონისძიებას. ეს არის სტუდენტური ახალგაზრდული ბანაკი. აქ არიან შეკრებილი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ისინი ერთმანეთს ეცნობიან და ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ამ ახალგაზრდებში საუკეთესო თვისებები, რაც სამომავლო ჩვენ ქვეყანას ნამდვილად გამოადგება. მეორე დღეა ვარ თემატურ ბანაკში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები, სპორტული აქტივობები და ძალიან საინტერესო შეხვედრები. ვფიქრობ, რომ ეს ბანაკები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გავიცანთ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი. ესეთი აქტივობები ხშირად უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ ადამიანს უხსნის ძალიან ბევრ შესაძლებლობას, რომ იყოს მომავალ ძალიან პერსპექტიული და წარმატებული. საპატრიარქოს ინიციატივით სკოლებში შექმნილი ღირებულებითი განათლების კლუბების შემაჯამებელი შეკრება გაიმართა, მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. შესრულდა საგალობლებიც, ღონისძიებას პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო ესწრებოდა. დღეს ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება არის, სადაც ჩვენ ვნახავთ სხვადასხვა ღირებულებების გარშემო ამ სკოლებში, ამ კლუბებში ბავშვების მიერ შესრულებულ სხვადასხვა აქტივობებს. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი დისციპლინა, რასაც არ უნდა ასწავლოთ სკოლაში, ყველა შემთხვევაში დაფუძნებული უნდა იყოს ფასეულობების რაღაცა განსაზღვრულ ბლოკზე და ღირებულებებზე, რომლის გარშემოც უნდა იზრდებოდეს ახალგაზრდა. გილოცავთ კვირაცხოვლობას და მადლობთ ღმერთს, რომ ღირებულებითი განათლება დღეს სკოლებში უკვე იკრებს ძალას და ის ფასეულობები და ღირებულებები, რომელსაც ეკლესია გზავნილად ატარებს, სკოლებშიც გაჟღერდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს. ღირებულებითი კლასის განათლება არის და ჩვენ ვისწავლეთ ისეთმა ადამიანებმა გალობა, რომელსაც სიმღერასთან არავითარი შეხება არ ქონია და სულ რაღაც 3 დღეში ვისწავლეთ ისეთი დონის გალობა, რომ შეგვესრულებინა.
სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის მე-18 ეროვნული კონკურსის მომავლის ვარსკვლავების საზეიმო დასკვნითი გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გალა კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების მოსწავლეებმა. 18 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ სოფლებში, დღეს არიან ძალიან წარმატებულები და მათთვის ევროპის და მსოფლიოს ყველაზე დიდი დარბაზებია დათმობილი. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ვარსკვლავსვენა, ასე ვთქვათ, გრძელდება და დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი. ჩამოყვას არაჩვეულებრივი ბავშვები, ნიჭიერები და ეს ჩვენი ბავშვები უკვე დაფრთიანდნენ, მოღვაწეობენ სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენი ქვეყნის საზღვრებში და საზღვრებს გარეთ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ კონკურს ფესტივალის მიერ. ძალიან მრავალი ნიჭიერი თაობა გამოვლინდა და წამოვიდა. უკვე მეოთხე წელიწადია, რაც ამ კონკურსში მონაწილეობას ვიღებთ, მე და ნიგუშა, ნიკოლოზი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ აი ამ კონკურს, კლასიკური მუსიკის ეროვნულ კონკურს მომავლის ვარსკვლავებს, ესეთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ჯილდოსთვის. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი კონკურს მომავლის ვარსკვლავებს და ჩემი ჯილდოსთვის გრან-პრის. მე შევასრულე დოლიძე შიუკაშვილის ცეკვა ქართული. მონტენეგროს დედაქალაქში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ტურნირი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა, ფინალში კი იტალია შეხვდება. ტურნირის ფინალური ბლოკი თბილისის დროით ზუსტად 18 საათზე დაიწყება. საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად თბილისში 3 დღის განმავლობაში ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტურნირი ქეთიქაფ 2025 ჩატარდა. ტურნირში 16 ქვეყნის 400-მდე ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულებს მედლები გადაეცათ. ტურნირი თბილისის მერიის მხარდაჭერით შედგა. ჩამოვიდა 16 ქვეყნის მართლა უძლიერესი არა მარტო კლუბები, უკვე ნაკრებები და მიხარია, რომ დღეს ბოლო დღეა და გარკვეულ კატეგორიებში ჩვენმა ქართველმა სპორტსმენებმაც, ნაკრების წევრებმა და კლუბის წარმომადგენლებმაც მოახერხეს და მედლები აიღეს. შეგვაფასეს ძალიან დადებითად საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა, არიან მსაჯები, რომლებიც მსაჯობენ ოლიმპიურ თამაშებს, მსოფლიოს ჩემპიონატებს და ევროპის ჩემპიონატებს და გვიტყვეს, რომ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ უფრო დიდ ტურნირებსაც უმასპინძლოს. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ისტორიაში პირველად ტარდება საერთაშორისო ფედერაციის აღიარების ეს მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირი. წელს არის ახალი შეჯიბრების წესები. ძალიან ბევრი ტანმოვარჯიშე მაღალი რანგის ჩამოვიდა იმისათვის, რომ თავისი გამოცდილება მიიღოს. ეს ჩვენთვის არის ძალიან კარგი გამოცდილება, დიდი პრაქტიკა იმისათვის, რომ ჩვენ კიდე წინ წავიდეთ. დღეს საქართველოში მოტოსპორტის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ჰასკ მოტოპარკში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეები ერთმანეთს 3 დისციპლინაში შეეჯიბრნენ. მოტოსეზონის გახსნის ღონისძიება საქართველოს ეროვნული მოტოფედერაციის ეგიდითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და ჯილდოები გადაეცათ. ემატება ხალხი მოტოსპორტში, ზოგადად ვამჩნევთ ქვეყანაში ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება როგორ იზრდება, მაგრამ ეხლა ჩვენი მიზანია, რომ ეს ხალხი მოვაქციოთ ჩარჩოში და თავიანთი ადრენალინი დავახარჯინოთ მოტოდრომებზე, სადაც უსაფრთხოებას მაქსიმალურად ვითვალისწინეთ. მასტერ ლიგა 7-7-ზე ერთმანეთს ტელეკომპანია იმედი საფეხბურთო გუნდი და თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. გაიმართა მესამე ლიგის მატჩები, შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა საბრძოლო. დიდი მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს, შავი ზღვის უნივერსიტეტს. დიდი მადლობა ჩვენ ბიჭებს ამ ბრძოლისთვის. ბოლო წამამდე იყო ბრძოლა და ძალიან კაი თამაში გამოვიდა. მე მგონი მაყურებელმაც ძალიან ისიამოვნა. პირველი თამაში იყო ჩვენთვის, საკმაოდ რთული თამაში იყო, მაგრამ შევძელით, რომ ფრე გვეთამაშა და საკმაოდ კარგი ღონისძიება მასტერ ლიგა.
იმისთვის რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრო. ძალიან კარგი თამაში იყო, არ დაზოგეს ძალები ჩვენი გუნდის წევრებმა და ძალიან მიამაყება, რომ აი ესე თავდადებით ითამაშეს. ზოგადად ჩვენი კომპანია ყოველთვის ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს და შიდა ტურნირებსაც ხშირად ვატარებთ. ეს რამოდენიმე წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა ეხლა, რომ სხვა კომპანიებს ხვდებით და უფრო მასშტაბური მხარდაჭერა გამოვხატეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით. ასეთი იყო ახალი ამბები 5-ზე, ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი news წერტილი ჯიზე. ზუსტად 8 საათზე დაიწყება ტრადიციულად საინტერესო იმედის კვირა. ნახვამდის.